სოფელ გალაშში მცხოვრებმა მინდიაშვილების 5 სულიანმა ოჯახმა დახმარებისთვის ყვარლის სოციალურ სააგენტოს 3 თვის წინ მიმართა და საარსებო შემწეობა მოითხოვა. სააგენტო მათ დეკემბრის თვეში აცნობათ, რომ 85,000 ქულა მიენიჭათ. ოჯახი თვლის, რომ მაღალი ქულები აგენტმა სწორედ ამ პატარა ლეკვის გამო დაუწერათ. მივიდა, გადახადა, ნახა და ეს რა არის, რა ძაღლიაო და რა ვიცი, არ ვჩალკა რაღაცა მეთქი და კი, ბავშვებმა მოიყვანეს მეთქი და არაო, ეს თუ რა გაქვთ საჭმელი ამისიო, როგორ ინახავთ მაშო და მოვიდა ის მეტი ქულები. არადა 5 სულიანი ოჯახის ძირითადი შემოსავალი მხოლოდ მოხუცებული ბებიის პენსია, რომელიც მათივე თქმით ქალბატონს წამლებში არ ყოფნის. მარტო ჩემი პენსიის ინაბარასა ვარო, არაფერს საშუალება არ აქვს. ან რა ვიცი, მე ეზოში დაგვეხმარნენ ასახში, ან პოლისი მაინც მოგცენ დაგვეხმარნენ რა, პოლისი მაინც ეკონია, როგორ უნდა ისახნე. უმუშევრად ვართ გენაცვალე და მარტო აი იმის ინაბარასა ვარ თუ მოიყვანთ რამე მოსავალ ცოტა იმაგის ინაბარა არც ერთ სამსახური არ აქვს მე კიდევ ვეღარსად ვეღარ გავდივარ საწავალაბ ცილიმღა დავდივარ დავკანკალებ თუ თქვენ არაფერი არ გძახს დასაჭმელს თუ აიქით პატარა ოთახი გვაქვს ცოტა ნიუ და ხახურო მომყავი მე ის წავით ის გააო ქალვიცინც კი დაინახა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით მინდიაშვილებს სოცაგენტმა დეკლარაცია ობიექტურად შეუსწო 14 დეკემბერს არის შემოწმებული ოჯახი კანონის თანახმად. შემდეგ ერთ თვეში ქულა არის დათვლილი. ოჯახის დეკლარაციაში მონაცემები რომ სწორედ არის შეტანილი, ამას ადასტურებენ ხელმოწერით, როგორც სოციალური აგენტი, ასევე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი მინდიაშვილი ია. აქედან გამომდინარე დეკლარაციის შევსების ისტორიასთან ოჯახს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. აქ ჩვენი მუშაობა დამთავრდა, მონაცემები იგზავნება თბილისში და შემდეგ ხდება ქულების დათვლა 1 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ ოჯახს სოციალური სააგენტოს მიმართ რაიმე პრეტენზია აქვთ, მათ შეუძლიათ სააგენტოს განცხადებით მიმართონ.